დილმშვიდობისა კიდევ ერთხელ. დილმშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კიდურების შეშუპებაზე ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ერთხელ მაინც გამოუცდია თითოეულ ჩვენგანს. მას ხშირ შემთხვევაში ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვება, დაზიანებული ქსოვილების, სამკურნალო პრეპარატები და სახსრების ანთება იწვევს. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უცნობი მიზეზების გამო ხდება მაგალითად მტევრების, კოჭების, მუხლებისა და ბარძაყების შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ისეთი უჩვეულო სიმპტომები, როგორებიცაა სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულის მიდამოში. Აი, რატომ არის რეკომენდებული 3 სანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის და როგორ გავუმკლავდეთ შეშუპებულ კიდურებს ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივ რჩევებს ზაზა თელია გაგუზიარებს, ზაზა დილმშვიდობისა, ძალიან საინტერესო მედიკამენტის გარეშე თუ შეიძლება ამ პრობლემის თავიდან აცილება. რითი შეიძლება იყოს გამოწვეული კიდურების შეშუპება, დავიწყოთ თავად პრობლემით. სხვათა შორის აქტუალური საკითხია, სამწუხაროდ ბევრ ადამიანს აწუხებს კიდურების შეშუპება, უპირატესად ქვემო კიდურების, მაგრამ ზოგჯერ ხელების შეშუპებაც ხდება. უპირატესად უფრო ქვემო კიდურების. მოდით ვაჩვენოთ ეკრანზე, ჩამონათვალი დავიწყოთ, არსებობს სერიოზული მიზეზები, სერიოზული დაავადებები და ნაკლებად მსუბუქი პრობლემები და ჩამოვთვალოთ და შემდგომ უკვე შეკითხვებზე ვეცდები, რომ გავცე პასუხი რა შეკითხვებიც დაგიგროვდება. პირველი, ეს არის ხანგრძლივი დგომა ან ჯდომა, მეგობრებო, ანუ მჯდომარე პოზიცია, აი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ქვემო კიდურების შეშუპების დროს გააკეთოს ადამიანმა, ეს არის სულ მჯდომარე პოზიციაში ყოფნა, როდესაც ფეხები ჩამოშვებულია ქვევით, ანუ გრავიტაციის გამო, ხო? სხვათა შორის თუ ადევნებთ თვალყურს, სხვათა შორის ეხლა დაბრუნდნენ დედამიწაზე 2 NASA-ს კოსმონავტი, უილიამსი და უილმორი, რომლებმაც 8 დღის ნაცვლად კოსმოსში დაყვეს 9 თვე და სერიოზულ რიკავერის გადიან. ეხლა აღდგენას, იმიტომ რომ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ზუსტად გრავიტაციის არარსებობის გამო კოსმოსში. ანუ ეს სითხე სახისკენ, თავისკენ და შეშუპებულები ჩამოვიდნენ, ხო? ანუ აი სურათები რო შევადაროთ, როგორები გაფრინდნენ კოსმოსში და როგორები ჩამოვიდნენ, რადიკალური განსხვავება, აი ზუსტად ამ გრავიტაციის არარსებობის გამო, ამიტომ ჩამოშვებული კიდურების დროს, როდესაც გრავიტაციაა დედამიწაზე, ეს სითხე გროვდება ფეხებში და ჩვენ ფრენას აღვნიშნეთ, ხო? აი ხანგრძლივი ფრენები, ვისაც აქვს პირობითად ხო სხვადასხვა კონტინენტებს შორის, აი 8-9 საათიანი ფრენა, როდესაც აი მათ შორის სხვათა შორის სპორტსმენებშიც, როდესაც ფრენის დროს სპორტსმენი არის რჩევებს ვაძლევთ ხოლმე სპორტული ექიმები, რომ მოხდეს ადგომა, გაულა, გამოვლა, რომ ეს სიარულის დროს ეხმარება კუნთები, რომ ეს სითხე წავიდეს უფრო ზედა ტორსის ზედა ნაწილისკენ. ორსულობის დროს განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, ანუ 28 კვირიდან ხდება ეს ფიზიოლოგიურია დაგროვება. მძიმობაც ქვია ზაზა და რაღაცა მოიცავს ეს ამ გარკვეული ტიპის ჰორმონალურ მაცვლილებებმა, ასევე სიძარღვებში წნევა იზრდება და ზუსტად ეს განაპირობებს, რომ შეიძლება მოხდეს შეშუპება და ამ დროს ორსულები ხშირად უჩივიან აი შეშუპებას განსაკუთრებით ქვედა კიდურების. ტრავმა, დაზიანებები, როდესაც ჩვენ ვითარდება კიდურის ტრავმა, დაზიანება, დაჭიმულობა, ყესის ან იოგის დაზიანება, ან სრული, ან ნაწილობრივი, ან მოტეხილობა, ამ შემთხვევაში ხდება ზუსტად შეშუპება, ну ამას თან ახლავს, რა თქმა უნდა, ძლიერი ტკივილი და ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი პირველადი ჩარევა არის ეგრეთ წოდებული რაის თერაპია. რაის თერაპიაში გულისხმება დასვენება, ყინული, ანუ სიცივე, იმიტომ რომ სიცივის გავლენით შეშუპება მცირდება ყოველთვის, ანთებითი პროცესი მცირდება და კომპრესია. კომპრესია ნიშნავს, რომ მოხდეს შეჭმუხნა, დიახ, ელასტიური ბინტით, რომ მოხდეს აი ამ შეშუპების მინიმალურამდე დაყვანა. ინფექციები, მათ შორის კანის და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები, ეგრეთ წოდებული საზოგადოებაში ცნობილი წითელი ქარი, მაგალითად, ერისიპელა ქვია ამას სამედიცინო ენაზე, ან ცელულიტი.
ცელულიტიც იწვევს? ეს ის ცელულიტი არ არის, რომელიც თქვენ გონიათ. ცელულიტი არის ინფექცია კანქვეშა ქსოვილების, ანუ ორივეს ერთნაირი სახელი ქვია, მაგიტო გეცნოთ. თუმცა განსხვავდება ვიზუალურადაც? ხო, ცელულიტი არის ინფექციას ვეძახით ჩვენ, კანქვეშა ქსოვილების ინფექცია, რომელსაც ახასიათებს კანის შეწითლება, შეხურება, ანუ თბილია კანი. ამ შემთხვევაში ეს ინფექცია და აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმთან ვიზიტი, რომ მოხდეს ანტიბიოტიკის დანიშვნა, რომ არ გართულდეს. გარკვეული ტიპის მედიკამენტები, მეგობრებო, მათ შორის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, ეგრეთ წოდებული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებმა შეიძლება განაპირობოს შეშუპება, კორტიკოსტეროიდები, ანუ ჰორმონალური პრეპარატები, რომლებსაც იღებენ ხოლმე და ალბათ გინახავთ პაციენტები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ჰორმონებზე, შუპდებიან, ანუ სუქთებიან, შუპდებიან ამ შემთხვევაში და ასევე წნევის წამლები, აი ყურადღება უნდა მიაქციონ პაციენტებმა ეგრეთ წოდებული კალციუმის ალხის ბლოკატორები, ეს არის ეგრეთ წოდებული წნევის წამალი, რომელსაც ძალიან ხშირად ახასიათებს ქვედა კიდურების შეშუპება. ანუ პაციენტმა დაიწყო კალციუმის ალხის ბლოკატორის მიღება, მაგალითად, რა თქმა უნდა, კარდიოლოგის დანიშნულებით, პირობითა და დაიწყო კიდურების შეშუპება, უნდა მოხდეს წამლის გამოცვლა. მაგალითად, ვიცი, დეპრესიის მედიკამენტებიც შეიძლება გამოიწვიოს, ხო ეს? დიახ, დეპრესიის ანტიდეპრესანტებმაც, ანტიფსიქოზურმა პრეპარატებმაც შეიძლება განაპირობოს და ნუ მივადექით ეგრეთ წოდებულ ანუ დიეტას, ნატრიუმი ეს არის იგივე მარილი და მოგეხსენებათ, რომ მარილი აკავებს ორგანიზმში სითხეს. და აი ამ შემთხვევაში თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს შეშუპებისგან, ურჩევთ ხოლმე, რა თქმა უნდა, რომ ნატრიუმის მიღებისგან, მარილის მიღებისგან თავი შეიკავს და რა თქმა უნდა, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც არტერიული ჰიპერტენზია აწუხებს. მოკლედ, ნატრიუმი, მარილი ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი შაქართან ერთად ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი საკვები პროდუქტია, ამიტომ მინიმალურამდე არის რეკომენდაცია, რომ მინიმალურამდე მოხდეს მარილის მიღების შემცირება, რომ ადამიანმა, ანუ მარილის მიღებით კარგის მომტანი არაფრის არ იქნება ეს ორგანიზმისთვის. ეხლა ჩამოვთვალეთ შედარებით უფრო მარტივი მიზეზები, ხო? და ხშირი, რომელიც იწვევს კიდურების შეშუპებას, უფრო რთული მიზეზები თუ უფრო რთული მიზეზები. უფრო რთულ სერიოზულ მიზეზებში აქ უკვე იგულისხმება სხვადასხვა ორგანოების უკმარისობა, ეგრეთ წოდებული, ანუ უკმარისობაში იგულისხმება, რომ ის ორგანო არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს სწორად. ნუ გულის უკმარისობით დავიწყოთ, როდესაც გული და სიზარღვები ეფექტურად ვერ ახდენს სისხლის გადატუმბვას, სითხე შეიძლება უკან დაბრუნდეს ვენებში, რამაც გამოიწვიოს შეშუპება უპირატესად წვივებზე, ანუ ტერფებზე, ფეხებზე. თირკმლის დაავადებები, ნუ თირკმელი მნიშვნელოვანი ორგანოა, იმიტომ რომ ის ასრულებს სითხის ბალანსის რეგულირებაში, აი კალიუმის, ნატრიუმისაც ჩვენ აღვნიშნეთ, ანუ მარილის ცვლაში დიდი როლი აქვს, რა თქმა უნდა, თირკმელს და აი თირკმლის უკმარისობა, ანუ თირკმლის გარკვეული ტიპის დაავადებებმა შეიძლება განაპირობოს შეშუპება. ასევე ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა, იმიტომ რომ აქ მექანიზმი შემდეგია ცილები, ანუ ცილების დაშლის, ანუ მეტაბოლიზმი ხდება ზუსტად ღვიძლში და ცილების წარმოქმნის შემცირებამ, ორგანიზმის ცილების წარმოქმნის შემცირებამ შეიძლება განაპირობოს სითხის შენარჩუნება, ანუ შეკავება სიზარღვებში, რაც რა თქმა უნდა იწვევს შეშუპებას და ალბათ გინახავთ ან გსმენიათ ღვიძლის უკმარისობის დროს არა მარტო კიდურებში, არამედ აი ასციტი, ანუ მუცელში დაგროვება ხდება სითხის, როდესაც ღვიძლის უკმარისობა ხშირად იწვევს სითხის დაგროვებას მუცელში, იმიტომ რომ აი ხდება ზუსტად აი ეს ცილის ცვლის დარღვევა, ანუ ხდება ცილის მიღების შემცირება, სხვათა შორის ასეთი რამ ასევე ხშირია იმ ადამიანებში, ვინც გარკვეული ტიპის პრობლემების დროს, აი მაგალითად სიმსივნის დროს, ანუ კიბოს დროს არის მალნუტრიციაში, ანუ ვერ იკვებება კარგად. საკვების მიღება არის შეზღუდული, შესაბამისად ცილას ვერ იღებს ადამიანი და ცილას რო ვერ იღებს, ცილის შემცირება იწვევს ზუსტად შეშუპებას და ასეთ ადამიანებს შეიძლება კიდურები შეუშუპდეს, შეიძლება სითხე დაგროვდეს მუცელში და ასე შემდეგ. ვენური უკმარისობა, ვენების პრობლემები, რომლის დროსაც ფეხებში ვენები ეფექტურად ვენური სისხლი, ანუ ვენების სისხლი უკუმიდინება გულისკენ არის შემცირებული. ნუ აქ სხვადასხვა ტიპის, მაგალითად, აი ვარიკოზული ვენები გაგიგიათ და აი აქ უნდა აღინიშნო, სალომე შენ აღნიშნე მედიკამენტები. მედიკამენტები არ არსებობს.
ბუნებაში არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ვენური უკმარისობის დროს ან ვარიკოზული ვენების დროს ჩვენ დაგვეხმარება, რომ ამას უკუნალოთ. ესეთი მედიკამენტი. გამოსავალი არის აქ ან კონსერვატიული მიდგომა, რომელზეც აი თუ დრო დაგვრჩება ვისაუბრებთ, ან ოპერაციული ჩარევა თუ ვარიკოზულ ვენებზეა საუბარი. სისხლის შედედება ასევე უნდა აღინიშნოს თრომბი. ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, აი ღრმა ვენების თრომბოზი, როდესაც მოხდა დახშობა ვენის თრომბით, აი ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, აქ სასწრაფოდ არის საჭირო ექიმის ჩარევა და აქ ოპერაციული ჩარევა შეიძლება დასჭირდეს ადამიანს და ასევე სხვა პოტენციური მიზეზები, კი ბატონო, აი რა შეიძლება გამოიწვიოს მაგალითად კიდევ გარდა ამისა, თუ არსებობს ეს პოტენციური მიზეზები და რომელია? ძალიან მოკლედ რა ვთქვათ, რომ მკურნალობაზეც გადავიდეთ. პირველ რიგში ვთქვათ, ცისტები და სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნები, ანუ სიმსივნური წარმონაქმნები, მექანიზმი აქ არის ის, რომ ეს წარმონაქმნი შეიძლება აწვებოდეს ის ძარღვს, ახშობდეს მექანიკურად და ამან განაპირობოს შეშუპება. ეს ერთი. მეორე ცალკიდურზე ყველა შემთხვევაში ყვასია. კი, სწორია, არასიმეტრიულად შეიძლება შეხვდეს. ვარიკოზული ვენებზე, როგორც თქვით, და ასევე კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, როდესაც აი გაფართოვებული ვენები ხდება და დაგროვება ხდება ამ სისხლის, ვენური სისხლის და უკუმიდინება გულისკენ არის შემცირებული და ასევე ალერგიულ რეაქციებზეც უნდა ვთქვათ ორი სიტყვით, აქ სერიოზული ალერგიული რეაქციები იწვევს შეშუპებას, ანგიონევროზული შეშუპება, ან გენერალიზებული შეშუპება შეიძლება მივიღოთ, რომელიც ასევე სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა. ეხლა ორი სიტყვით თუ გვაქვს დრო, ვთქვათ რა არის გამოსავალი. კი ბატონო, რა არის ეს რჩევები, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ ვიცოდეთ და ამ 3 წუთში პირველ რიგში უნდა მივმართოთ ექიმს თუ სერიოზულ ჩივილებზე და დაავადებებზეა საუბარი. აი სერიოზულ ჩივილებზე ესეთ რა საინტერესოა, აი რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს ეს შეშუპება? აი უეცარი შეთვალოთ მაგალითად. აი უეცარი შეშუპება მივიღეთ, უეცარი შეშუპება, ან ძლიერი შეშუპება, ან ამას თან ახლავს ტკივილი, ან ამას თან ახლავს კანის კანი ცხელია ან სიმხურვალე. კი, აი ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. თუ შეშუპება არ გაუმჯობეს და დასვენების შემდეგ, ან კიდურის აწევის მერე, ანუ კიდური აწია და მაინც შეშუპება გვჩება. აი ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება არტერიული პრობლემა იყოს. დიფერენცირება არტერიულ და ვენურ შეშუპებას შორის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი არის, როდესაც თუ დილით გაიღვიძა ადამიანმა და კიდური შეშუპებული არ არის და შემდგომ დღის განმავლობაში შუპდება, ესე იგი ეს არის ვენური, ანუ ვენებისგან განპირობებული. თუ პირიქით მწოლიარე პოზიციაში არის შეშუპებული ან ტკივილი აქვს პაციენტს, ეს უკვე არტერიულია. არტერიული უფრო სერიოზულია, იმიტომ რომ არტერიის დახშობისგან არის განპირობებული. ვენური შეშუპების შემთხვევაში რამდენად შეიძლება უკვე თავად ვმართოთ ეს პრობლემა და რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ ასეთმა ადამიანებმა? აი ზუსტად ვენური შეშუპების დროს არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამ შემთხვევაში, რომ მივიღოთ და შეშუპება გაჩერდეს. კონსერვატიული მიდგომაა საჭირო, ანუ ჯდომის დროს კიდურების მაღლა აწევა, წოლის დროს, როდესაც საწოლში წევს პაციენტი, ფეხები, კიდურები უნდა იყოს მაღალ პოზიციაზე, ანუ გულზე მაღლა უნდა იყოს. ჩვენ ურჩევთ ხოლმე, რომ მატრასის ქვეშ ამოიდოს ან მუთაქან რამე, რომ ესეთ პოზიციაში მოხდეს კიდური, რომ უკუმიდინება იყოს განხორციელებული სისხლის, ვენური სისხლის. ელასტიური გეტრები ან ელასტიური ბინტის ტარება დღის განმავლობაში და ასევე 3-4 სანტიმეტრიანი ქუსლის ფეხსაცმლის ტარება, იმიტომ რომ წვივის უკანა კუნთი, ანუ კანჭის კუნთი, კიდურის უკანა კუნთი 3-4 სანტიმეტრის ქუსლით, როდესაც მაღლა არის აწეული, ეხმარება ეს კუნთი, ანუ ეს კუნთი იკუმშება და ვენური სისხლის გულისკენ უკუმიდინებას, ადინებას უწყობს ხელს. ეს არის, რა თქმა უნდა, კონსერვატიული მკურნალობა. ესე იგი, ჯდომა ცუდია, დგომა ერთ ადგილას ცუდია, სიარული, ფიზიკური აქტივობა, ძუნძული, ვარჯიში, სიარული კარგია. ეს უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა. მთავარი ფაქტორი მაინც არის ჯდომის დროს ჩამოშვებული ფეხები, ქვევით. ყველა შემთხვევაში საბოლოო ჯამში მივდივართ ფიზიკურ აქტივობაზე, ჯანსაღ წესთან და ჯდომარე ცხოვრების წესი და ასეთი სამსახურები. ამიტომ მნიშვნელოვანია ნახევარი საათი მაინც გამოვყოთ ხოლმე, რომ ფეხით გავისეიროთ. კი ბატონო. ან მნიშვნელოვანია რომ 20 წუთში ერთხელ ავდგეთ, გავიარეთ, გამოვიაროთ, დავსვათ, გავახსოვოთ და ახლა გვიწევს ზურა ეს გავლა გამოვლის ეტაპი, მოდის. გავივლით ჩვენ აუცილებლად, იმიტომ რომ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. ძალიან დიდი მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა ზაზა, დიდი მადლობა სალომე.